მე ვარ მადონა უტიაშვილი რუსთავიდან. ტექნობუმის მაღაზიაში შევიძინე მობილური ტელეფონი ჩემი შვილისთვის. მოხდა სასწაული და მოვიგე თბილისში ოროთახიანი ბინა. დიდი მადლობა დედიკოს და დიდი მადლობა ტექნობუმს ამ საჩუქრისათვის. შენც მოიგე ტექნობუმში. ცეცხები მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე პირებისთვის ნებისმიერი მიზნობრიობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი 15.95%-დან. $10,000-მდე ცეცხები გაიცემა გირაოს გარეშე. ფინკა ბანკი, იქ სადაც გჭირდებათ. სამშვიდობისა პირდაპირ ეთერშია გადაცემა ჯანმრთელობის საათი. მე ინანა რუბაკიძე ვარ. წარმოგიდგენ სტუდიაში მოწვეულ სტუმრებს ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს ანგიოქირურგები ლაშა გოგონაძე და გიორგი ხელაძე ახალგაზრდა მედიკოსები ყავთ ჩვენ დღეს პირდაპირ ეთერში. ბატონი ლაშა უკვე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა იმ დღეს ჩვენი გადაცემა. ძალიან ბევრი დანამაყურებელი ყავდა, შესაბამისად ალბათ თემიდან გამომდინარე. ბატონ გიორგი დღეს პირველად არის და თუ კი თქვენ გაგიჩნდებათ სრული რომ დაგვიკავშირდეთ პირდაპირ ეთერში თემასთან დაკავშირებით გაცმაოდა და გექნებათ კითხვები, ალბათ ტელეფონის ნომერებზე, რომელიც მითითებული იქნება ტელეეკრანებზე. ბატონ ლაშა, თქვენგან დავიწყებ. როგორც არის ცნობილი, ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში სიახლეები არის დანერგილი და ერთ-ერთი სიახლე ეხება ვარიკოზული დაავადებების მხრივ რაღაც ახალს. თუ შეიძლება რომ უთხრათ ტელემაყურებელს რა შეგიძლიათ მოგესალმებით, მადლობას მიხდით მოწვევისთვის. რაც შეეხება იმ სიახლეებს, რომელიც ჩვენ კლინიკაში დაინერგა, ეს არის ქვედა კიდურის ვენების ვარიკოზული დაავადების მკურნალობა. ესე რომ ვთქვათ, რადიოაქტიური აბლაცია, მსგავსი ტიპის ჩარევა არის მცირე ინვაზია ადამიანის ორგანიზმისთვის. იძლევა საშუალებას, რომ იმავე დღეს პაციენტი გაეწეროს სახლში. თვითონ ოპერაციული მკურნალობა მიმდინარეობს ადგილობრივი ანესთეზიით. და ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ როგორც კლინიკისთვის, ისე პაციენტისთვის ეს არის ძალიან ხელსაყრელი. მსგავსი ტიპის მკურნალობა დასავლეთ საქართველოში არის პირველი. ეს ყველაფერი ანუ მხოლოდ თქვენთან არის ეს ცენტრალურ საავადმყოფოში, სხვაგან არსად არ არის მსგავსი. დასავლეთ საქართველოში არის თბილისში რამოდენიმე კლინიკა, რომელიც უკვე ამ ტიპის ოპერაციებს აკეთებენ. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს და კერძოდ ქუთაისში, ეს არის პირველი პრეცედენტი. რაც შეეხება რამ განაპირობა ამ ყველაფრის ესე რომ ვთქვათ, მოთხოვნა იყო ძალიან დიდი, რადგანაც ხალბატონების ძალიან დიდ ნაწილს აქვს ქვედა კიდურების ვარიკოზული დაავადება. ეს პრობლემა მთელ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში არის საკმაოდ დღემდე რჩება პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება არსებობს ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების მკურნალობის, ძირითადად დღემდე მსგავსი ტიპის ოპერაციები ტარდებოდა მხოლოდ და მხოლოდ ღია წესით. ბატონ ლაშა, შეგაწყვეტინებთ რა, რას ნიშნავს ვარიკოზული დაავადება, თუ შეიძლება მარტივი ენით ტელემაყურებელს რომ აღუხსნათ, რა სიმპტომები აქვს და იქნებ ტელემაყურებელი ახლა გვისმენს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვა არ ეუბნება ისეთ მნიშვნელოვანს, ვიდრე შეიძლება სულ სხვა სახელწოდებით იცნობს ის ამ დაავადებას. კი ბატონო, რაც შეეხება ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადება, ეს არის ძირითადად დიდი საჩინო ბასეინის და მცირე საჩინო ბასეინის ბასენში, როგორც სარქლოვანი უკმარისობა, ისე პერფორანტული უკმარისობის ფონზე ყალიბდება ეგრეთ წოდებული ვარიკოზულად გაგანიერებული ვენები, რომლებიც საკმაოდ ნათლად ჩანს და კარგად კლინიკურად გამოვლინება შემდეგი ამ ყველაფრის ალბათონებს და მამაკაცებსაც აწუხებს სიმძიმის შეგრძნება ვიზუალურად ეს ყველაფერი საკმაოდ კარგად ჩანს.
თვითონ ვარიკოზული დაავადება შეიძლება 10-20 წელი ქონდეს პაციენტს, არ აქვს მანდამაინც ისეთი გამოხატული ტკივილები, მაგრამ სიმძიმის შეგრძნება, ფეხების შეშუპება და მსგავსი ტიპის ჩივილები პაციენტებს აწუხებს და რაც თავარია ყველაფერი ეს ვიზუალურად პირველ რიგში ხალბატონებს ძალიან არ მოსწონთ. დიახ. დღემდე ჩვენს კლინიკაში ხერხდებოდა მხოლოდ ღია წესით მსგავსი ტიპის ოპერაციები და ეს აპარატი, რასაც ქვია რადიოტალღური აბლატორი, იძლევა იმის საშუალებას, რომ ყოველგვარი განაკვეთის გარეშე, ისე რომ ვთქვათ, ყოველგვარი ანესთეზიის გარეშე ეს ოპერაცია დაახლოებით 1 საათში საშუალოდ მიმდინარეობს. თავარი მოცულობა როგორი არის თვითონ დაავადების. და ყველაზე ალბათ აღსანიშნავი ის არის, რომ პაციენტები იმავე დღეს ბრუნდებიან სახლში, აგრძელებენ ჩვეულებრივ ცხოვრებას, შეუძლიათ იარონ და პრინციპში პოსტოპერაციული პერიოდი არის საკმაოდ ადვილად გადასატანი პაციენტისთვის. ამ ყველაფერს თვითონ პაციენტების აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. დიდი მადლობა ბატონ ლაშა, ჩვენ გადავედით ოპერაციაზე. ანუ არის თუ არა შესაძლებელი, თუ შეიძლება ბატონ გიორგი თქვენ რომ ჩაერთოთ, არის თუ არა შესაძლებელი, რომ ვიდრე ოპერაციამდე მივიდოდეთ, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ საინტერესო სიახლე ამცნეთ თქვენ ჩვენს ტელემაყურებელს, ყოველთვის როდესაც არის ოპერაციაზე საუბარი, ბუნებრივია შინაგანი შიში ადამიანისა, პაციენტის ამ შემთხვევაში იგრძნობა და შეიძლება თავი შეიკავოს და კიდე გააგრძელოს ის პროცესი, რომ მას ტკიოდეს, მოითმინოს და როგორმე ოპერაციამდე არ მივიდეს. მაგრამ როდესაც თქვენ საუბრობთ ოპერაციის იმ მეთოდზე, რომელზეც ახლა ისაუბრეთ ბატონ ლაშა, ალბათ ეს როგორც თქვენ აღნიშნეთ, გაცილებით სულ სხვა რაიმეს მოიცავს. მაგრამ ბატონ გიორგი, ვიდრე ოპერაციამდე მივა საქმე, რა უნდა მოხდეს მანამ? პაციენტმა რა უნდა გააკეთოს, როდესაც ექნება მას პირველი სიმპტომები, მაგრამ ვიდრე ჩემ კითხვას გასცემდეთ პასუხს, ტელემაყურებელი უკვე გვერდება, მოდით მოусმინოთ ტელემაყურებელს და შემდეგ განვაგრძოთ საუბარი. გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. საღამო მშვიდობისა. ერთი შეკითხვა მაქვს ასეთი. დამისეს ასეთი დიაგნოზი, ღრუვენების უკმარისობა. დიახ. ხო და საჩუმად მიჭერს ხანდახან ეს მარჯვენა ფეხი. ხო და ნახედან გამომდინარე რა როგორ შეიძლება მოვიქცე რას მივახო. დიდი მადლობა, ქალბატონო, კითხვა იყო, მე მგონი გასაგებად ძალიან კარგად, რომელი გასცემთ პასუხს ჯერ ტელემაყურებელს. დიახ. ესე თუ ქალბატონო, ყველასთვის მიდგომა ინდივიდუალური არის. თქვენ აუცილებლად უნდა მოხვიდეთ ჩვენთან და უნდა გვეჩვენოთ, თქვენი ფერფები უნდა ვნახოთ და მაგის შემდეგ გეტყვით თუ როგორ მკურნალობას ჩვენ შემოგთავაზებთ. ძირითადად ჩვენ ვარიკოზული დაავადების ჩვენს კლინიკაში 99%-ში ჩვენ რადიოტალღური აბლაციას ვირჩევთ. ეს არის ჩვენი არჩევის მეთოდი. ეს საქართველოში სიახლე არ არის, იმიტომ რომ საქართველოში არის რამოდენიმე ცენტრი თბილისში, სულ 3 ქირურგი თუ აკეთებს თბილისში ამდაგვარ ჩარევას. არის მოდით პაციენტებისთვის რო გასაგები იყოს თუ რა არის ვარიკოზული დაავადება. ეს არის ვერნების გაგანიერება, რომლებიც ძალიან მარტივია. შეუიარაღებელი თვალით თითოეულმა პაციენტმა თვითონ შენიშნოს ვენა, რომელიც მას აქვს. ასევე შეშუპება ერთვისთან, სიმძიმის შეგრძნება ძირითადად საღამოობით და ქავილი ვარიკოზული ვენის არეში, გიპერპიგმენტაცია, შეცვლილი კანის, თვითონ შეცვლილი კანი, შემდეგში უკვე წყლული ან შეხორცებული წყლული. რომ თავიდან ავიშოროთ ქართულებები, რასაც წყლული ქვია, წყლის მკურნალობა, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო რთულია ვიდრე საწყის სტადიაში. ამიტომ შობს, რომ როდესაც პაციენტი თვითონ შენიშნავს ვარიკოზულად გაგანიერებულ ვენას, მან მაშინვე მომართოს სპეციალიზირებულ სპეციალისტს. ესე იგი, საქართველოში აი რამოდენიმე გზა არის ვარიკოზული დაავადების მკურნალობის, ოპერაციული მკურნალობის. ეს არის ტრადიციული გზა, პირველი გზა, რომელსაც ქვია ღია წესის ფლებექტომია. ფლებექტომია ითვლის უამრავ საუკუნეებს, რომ ეს ოპერაცია კეთდებოდა დიდი ხნის წინ ძალიან. მაგრამ როგორც ყველა ოპერაცია, ეს არის სისხლიანი ოპერაცია, კეთდება განაკვეთი. განაკვეთი, რა თქმა უნდა, ოპერაციის შემდეგ ტოვებს ნაწიბურს და ახალგაზრდა გოგონებისთვის, ისედაც ვაჟებისთვის, ხო ეს, რა თქმა უნდა, ზოგჯერ თვითონ პაციენტის ვარიკოზული ვენები უფრო ლამაზია, ვიდრე ნაწიბური, რომელიც ამ ოპერაციის მერე რჩება. ჩვენს რა თქმა უნდა, ჩვენს კლინიკაში
უკვე ჩვენ ბატონ ლაშასაც, მეც და ბატონ კოდესაც დიდი გამოცდილება გვაქვს ჩვენ უცხოეთში მუშაობდით ამ აპარატთან და ზუსტად ის აპარატი ავერჩიეთ, რომელიც ჩვენმა უცხოელმა კოლეგებმა გვირჩია, რომლებიც ჩვენც მუშაობდით და რაც ესე იგი ამ ფლებექტომია ტრადიციული ძველი მეთოდი უკვე წარსულს ჩაბარდა, ეს იქნება ისტორიული ოპერაცია. უკვე ჩვენ შეგვიძლია 99% ვარიკოზული დაავადების უკვე გავაკეთოთ უსისხლოდ, ანუ განაკვეთების გარეშე. არის სამი გზა თანამედროვე უსისხლო, ანუ ფლებექტომია რას ნიშნავს პაციენტმა რომ იცოდეს. ფლებექტომია არის ვარიკოზულად შეცვლილი ცუდი ვენის ამოღება ოპერაციული გზით. და ახალი მეთოდი ქვია თერმოაბლაციო, ანუ თერმული აბლაცია. თუ გნებოთ აი გასაგები გენით რომ იყოს ვენის სანათურში შედის ესე რომ ვთქვათ სინათლის წყარო, რომელიც აკეთებს ვენის კოაგულაციას, ანუ ვენის დაწვას შიგნიდან. და შემდეგ ის ამ ვენის კედლები ერთმანეთს იწებება და ფაქტიურად როგორც ამოღებული ვენა, ისევე მიწებებული ვენა ერთი და იგივე ეფექტს ტოვებს. გარედან რაც შეინიშნება, ეს მცირდება ეს ყველაფერი და იფარება, ხო იმალება. იმალება, რა თქმა უნდა, ვენას თვითონ ფერი არ აქვს, ცარიელ ვენას ფერი არ აქვს. ფერი აქვს იმ ვენურ სისხლს, რომელიც ვენაში არის. და ესეთი კოაგულირებული, აბლირებული ვენა შეუმჩნევი არის. და აბსოლუტურად არანაირი რეციდივი ამ პროცედურის შემდეგ არ მოხდა. ხა თანამედროვე უსისხლო მეთოდი ამ კუნელობის არის სამი სახის. ესე იგი, პირველი ყველა სამ მეთოდს აქვს თავისი უპირატესობები და თავისი, ასე ვთქვათ, უარყოფითი მხარეები. პირველი მეთოდი ეს ჩემპიონი მეთოდი, რა ყველაზე კარგი მეთოდი ეს არის რადიოტალღური აბლაცია, რასაც ჩვენ და ბატონ ელაშა და ბატონ ნიკოტე თვლით ჩვენ ის დამერგეთ ჩვენ. მეორე მეთოდი, იმასაც თავის უპირატესობა აქვს, ეს არის ლაზერული აბლაცია. ლაზერული აბლაცია იყო კარგი ყველაზე დიდი ვენებისთვის, იმიტომ რომ კარგად აკეთებდა ვენის სანათურის შიგნით, ასე ვთქვათ, მიწებებას და კოაგულირებას. მაგრამ გართულება ის ჰქონდა, რომ ეს ლაზერი წვავდა ასევე კანს. არა მარტო ვენას, არამედ ვენის ირგვლივ კანსაც წვავდა და იყო გართულებები ამ მხრივ. მეორე მეთოდი იყო სკლეროზანტის შეყვანა ვენის სანათურში თვითონ და ამ სკლეროზანტი ეს ქაფის სახით არის. ეს ქაფი აწებებს ასევე ვენის კედელს ერთმანეთთან და ამასაც თავისი გართულებები ჰქონდა იმ მხრივ, რომ ძალიან მოითხოვდა ბევრი სკლეროზანტის შეყვანას. ეს ერთი და შემდეგ არ ხდებოდა კონტროლირება, სტოტისში მიდიოდა ზოგჯერ და გართულებები ჰქონდა იმ მხრივ, რომ ზოგჯერ ფლებოთრომბოზები და ესეთ. ყველაზე კარგი მეთოდი ეს ჩვენი რადიოტალღური მეთოდი, რომელიც არის ესე რომ ვთქვათ, ძალიან უმტკივნეულო. დიახ. პაციენტისთვის არის პირველი არჩევის მეთოდი, იმიტომ რომ ის მოვა, გაიკეთებს ოპერაციას და მიდის იმ ოპერაციის დამთავრებისთანავე დგება ფეხზე და მიდის სახლში. ეს არის ბედნიერი პაციენტი. ბედნიერი პაციენტი, რა თქმა უნდა, ქირურგისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და შემდეგ ეს არის აი სამედიცინო ტურიზმი ვითარდებოდა პირველ რიგში ამ თერმული, ესე ვარიკოზული ვენების თერმოაბლაციით, იმიტომ რომ მაგალითად მოქალაქე, რომელსაც უნდოდა დაუშვათ პარიზის დათვალიერება, ის ჩავიდოდა პარიზში, პარიზში მას ხდებოდა სპეციალური მანქანა, რომელიც აიყვანდა კლინიკაში, გაუკეთდებოდა მას თერმოაბლაცია, ადგებოდა ოპერაციის შემდეგ ჩვეულებრივად და გააგრძელებდა პარიზის დათვალიერებას. თუ რა თქმა უნდა, ჰქონდა პრობლემა, ხო? ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, თუკი ჰქონდა პრობლემა. ჯანმრთელს. ანუ თქვენ იმას ამბობთ, რომ იმ დროსაც, აქტიურ დროსაც კი, როდესაც ადამიანი ექსკურსიაზე მიდის, ანუ ძალიან დიდი დაფიქრება აქვს. ექსკურსია იმას ნიშნავს, რომ და დაიღალოს, უნდა იაროს ბევრი, იმიტომ რომ დათვალიერებასთან არის კავშირში, მიუხედავად ამისა, ის მაინც ბედავდა და შეუძლია აქაც იგივე განმეორდეს, ესე ადამიანი სრული გამოჯანმრთელებული არის ოპერაციის დამთავრებისთანავე. არანაირი დაუშვათ უკუჩვენებები არ შეიძლება სახლში მიდის. ექიმის მეთვალყურეობის გარეშე რჩება. არის თუ არა რაიმე უკუჩვენება დაუშვათ მოსალოდნელი? არავითარი უკუჩვენება
ამ თერმოაბლაციას არ აქვს, გარდა სისხლის დაავადებებისა, ეს ძალიან ვიწრო სპექტრი არის იმ დაავადებების, რა დროსაც ჩვენ ამ ოპერაციის გაკეთება არ შეგვიძლია. ეს გამოკვლევები ალბათ აჩვენებს ამას და ბატონი ლაშას, ბატონი კოტეც, მეც ვფლობთ ჩვენ თვითონ ეხოსკოპიის აპარატს. ეს კეთდება როგორ? ეხოსკოპიის საშუალებით ხდება ვენის პუნქცია. შედის იქ თვითონ ამ სინათლის წყარო, რომელიცაც აქვს აქტიური ბოლო. ამ აქტიური ბოლოს საშუალებით ხდება აბლაცია ვენის და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს პროცედურა გრძელდება 10 წუთი. მაგრამ თვითონ პაციენტის სტერილურად დამუშავება, შემოფარგლა, ხო? ამას უფრო ბევრი დრომი აქვს, ვიდრე თვითონ პროცედურას. იმიტომ ეს იმდენად სწრაფი და იმდენად ახალი მეთოდია, რომ აი ჩვენ ძალიან მაგალითად ბატონი ლაშაც და ჩვენც რომ დავდივართ ხოლმე კონფერენციებზე, იქ არის ესეთი შეჯიბრებები, რომ თუ რომელი უფრო დიდ ვენას გაუკეთებს თერმოაბლაციას და გაცვიფრებულები ვართ ხოლმე რა, აი ზოგჯერ თვითონ პაციენტს რომელსაც ვარიკოზული ვენა აქვს, მან თვითონ თავის ფეხს შეხედოს, აი თუ არის მაყურებელი ისეთი, ვისაც ვარიკოზული ვენა აქვს, მე მინდა მათ უთხრა, რომ უსისხლოდ განაკვეთის გარეშე ესეთი დიდი ზოგი ისეთი არის მას ასე რომ ვთქვათ ცეხს მოგაგონებს ესეთი დიდია ეს ვარიკოზული შეიძლება ნამდვილად ასეთ უხეში შედარება გავაკეთოთ თქვენ ნუ შეგეშინდებათ იმიტომ რომ ესეთი დიდი ვენის ამოღებაც შეგვიძლია ჩვენ შრამის გარეშე ნამდვილად იყო ეს დაკავშირებული ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ამ წუთამდე იყო დაკავშირებული რაღაც სტრესთან, ნერვიულობასთან, პრობლემებთან. მე მინდა გითხრათ რომ ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი არის ესეთი ზუსტად ამ დაავადებით, იმიტომ რომ ჟურნალისტური არის, რაღაც პროფესიულიც არის ესა და ყოველთვის ამბობს რომ ვერ მივდივარ ექიმთან, იმიტომ რომ ეს იქნება ძალიან რაღაც ისეთი გაწელილი დროში და შემდეგ უკვე სამსახურში ალბათ როდის დავბრუნდები ვინ იცის. მე მგონი ძალიან კარგი ინფორმაციას ვაწოდებთ ადამიანებს და მე მაინტერესებს რადგან თქვენ აი ეს საფუძვლია ძირფესვიანად ისაუბრეთ აი ამ დაავადებაზე და იმ სიახლეზე რომელიც დაინერგა ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში მე უნდა გითხრათ მე ნამდვილად არ მოგითხოვ კონკრეტულ ციფრებს მაგრამ აი შედარების კუთხით რამდენად ხელმისაწვდომია მსგავსი სახის ოპერაცია მაინც ოპერაციას ვარქმევთ ხომ ამას დიახ რამდენად ხელმისაწვდომია მე კიდევ მეორე თქვენ შეგიძლიათ არ დაასახელოთ და არის თუ არა ეს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში, ანუ ითვალისწინებს თუ არა აი ამ მსგავს ოპერაციას საყოველთაო ჯანდაცვა. ეს ინფორმაციაც მოდით მივაწოდოთ ხელმაყურებელს. ესე იგი რა შეიძლება მესმის რომ ეს საკმაოდ ისე აქტიური თემა არის ყოველთვის დაფინანსება როგორ უნდა მოხდეს. თუმცა ბატონ ლაშა შეგაწყვეტინებთ უკაცრავად კომფორტი ყოველთვის მოითხოვს რაღაც ზედმეტ ხარჯებს. მაგრამ ალბათ საინტერესო იქნება მაინც უბრალოდ მივაწოდოთ რა ხდება. ამჟამად მთლიანად ოპერაციული მკურნალობის დაფინანსება ხდება მხოლოდ პაციენტის მიერ. და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ თანადაფინანსება მოხდეს საყოველთაო დაზღვევის საშუალებით 70-30-ს. ჯერჯერობით ვიტყვი პირდაპირ რომ არ არის ის რაოდენობა ადამიანების და მას მხოლოდ ამოდენიმე ხანია რაც დავიწყეთ. უნებრივიც იმიტომ რომ სიახლეა და ამის შესახებ ალბათ ძალიან ცოტა მიცოდა. ძირითადად ჩვენი ამჟამად ჩვენი პაციენტების ძირითადი ასაკი არის ახალგაზრდა ადამიანები, რომელსაც უბრალოდ უფრო კოსმეტიკური პრობლემა აქვს და მზად არიან თავიანთი ფეხის კიდურის სილამაზისთვის გარკვეული, მაგრამ როცა ამ ყველაფერს ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ გარკვეულწილად საყოველთაო ჯანდაცვამ და ვფიქრობთ, რომ ალბათ ეს შესაძლებელი იქნება. კარგით, მაყურებელი გვერდდება, გისმენთ. აი, მაინტერესებს, ეხლა ხან კლინიკა კურაციაში თბილისში გავიკეთე ვენებზე ეხოსკოპია. მითხრეს რომ ეს არის საოპერაციო და ეხლა ჩატერილი რადიუსში, ну ვენეროლოგთან ალბათ ასეთია სპეციალისტი არა ხوارწები. ანგეოლოგი. ხო და ჯერ არ მეხულან, მაგრამ ოჯახის ექიმი მეუბნება რომ საოპერაციო იქნება აუცილებლად და ეს ვენ რასაც ამბობთ ეს ოპერაცია საკეთდება ქუთაისში დაუშვათ მე თბილისში ვაპირებდი დასვლას და ან დაზღვევას მოგხსნებდეთ. მადლობა ხალხო შეკითხვისთვის. რაც შეეხება სამწუხაროდ მიჭირს საუბარი რა ოპერაციაზეა ლაპარაკი, იმიტომ რომ
მეგონი ანალოგიურ ოპერაციას გაიკეთეთ ეხოსკოპია, ალბათ აჯობებს რომ პირველ რიგში ნახოთ თვითონ სკანერების პასუხი და იქიდან გამომდინარე თუ ეს არის ის პრობლემა, რაზეც ჩვენ დღეს საუბარი გვაქვს, ის სიამოვნებით დაგეხმარებით. და ასევე იყო კითხვა, დაზღვევა თუ მოქმედებსო ჩვენ საყოველთაო დაზღვევაზე ვისაუბრეთ, მაგრამ საინტერესოა დაზღვევა, კერძო დაზღვევები, რომელიც ფაქტურად უკვე აღარ მოქმედებს იმდენად, მაგრამ რაც შეეხება კერძო დაზღვევებს, ნამდვილად გეთანხმებით, რომ თითქმის ეს მარტო კორპორაციულ დაზღვევას ეხება ადამიანების კატეგორია, რომელიც მუშაობს და აქვთ თავიანთი სამსახურიდან გამომდინარე. მსგავსი პრეცედენტი სამწუხაროდ ჯერჯერობით არ გვქონია, მაგრამ იქ სადაზღვევო პოლისში საკმაოდ კარგად არის მითითებული ოპერაციული მკურნალობის ის გეგმიური მკურნალობა იქნება, გადაუდებელი მკურნალობა იქნება, რამდენი პროცენტით ფინანსდება, ვფიქრობ, რომ ალბათ შესაძლებელი იქნება ამ პოლისის გამოყენება, რომ მოხდეს დაფინანსება ამ პაციენტის. გასაგებია, მე კიდევ ერთხელ მინდა რომ აღვნიშნოთ, რომ აი მსგავსი სახის სიახლე დაინერგა ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში, იმიტომ რომ ძალიან ბევრს, ყოველ შემთხვევაში ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრ ადამიანს სამწუხაროდ აწუხებს ეს პრობლემა და ძალიან კარგია, რომ ეს მომსახურება გაჩნდა ქუთაისში, ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში და კარგად არის აპრობირებული საზღვარგარეთ, ხო, ბატონ გიორგი, თქვენ ასე თქვით, რომ ძალიან კარგად არის აპრობირებული. ევროპაში ყველაზე კარგი სკოლა ამ მხრივ არის რიგაში, ესეთი ძმები არიან მაურინშები, რომლებისგანაც ჩვენ ვისწავლეთ ეს ტექნიკა და მათთან მართლაც აი განსვიფრთი, რომ ესე აქვთ განვითარებული ტურიზმი, ადამიანი ჩადის რიგის დასათვალიერებლად, თან ოპერაციის გასაკეთებლად. იკეთებს ოპერაციას, ოპერაციის ხანგრძლივობა არის ყველაზე ცუდ შემთხვევაში 30 წუთი და შემდეგ ოპერაციის დამთავრებისთანავე დგება ფეხზე და აგრძელებს რიგის დათვალიერებას. კი ბატონო, მაგრამ თუ ეს ტურისტი იყო ქართველი, მე მგონი აწი აღარ მოუწევს კონკრეტულად აი ამ საკითხთან მიმართებაში ჩასვლა, მხოლოდ ტურისტული თვალსაზრისით მოინახულოს რიგა და სხვა ქვეყნები, ასევე ბალტიისპირა. მე მინდა ასევე თქვენ ერთი საინტერესო სიახლეს გაცნოთ. ამ აპარატს მარტო დიდი ვენების, ასე რომ ვთქვათ, განკურნება კი არ შეუძლია. ამ აპარატს შეუძლია, აი, როდესაც ფეხმძიმობის შემდგომ ქალბატონებს აქვთ წვრილი ვენები რა, ეს ვენური ქსელი შეიძლება იყოს მოდებული წვივზე, ბარძალზე, შეიძლება კონდეს ორსულობის მერე არა, შეიძლება ადამიანს ისედაც კონდეს რაღაცა წვრილი კაპილარები სახეზე, ხო? რომელსაც აქვს რაღაც ხლანერი შეფერილობა, ხო, ბატონ გიორგი, აქვს მოლურჯო შეფერილობა. თუნდაც მოლურჯო, თუნდაც ისეთი შეფერილობა, რომელიც თვითონ პაციენტს აღიზიანებს და არ მოწონს. თვითონ ამ აპარატს აქვს ეს ფუნქცია, რომ ეს წვრილი ვენებიც განკურნოს. და ეს მეთოდი, რა თქმა უნდა, 9 საათიანი არ არის, ამას უნდა დაახლოებით 3-4 წუთი. და როგორც კი დაადებ ამ ქსელს, ვენურ ქსელს, ეს ქსელი იკარგება. ასეთი ვენური ქსელის მკურნალობის რამოდენიმე მეთოდი იყო, მაგრამ ყველაზე მეტად ამ მეთოდმა გაამართლა და ჩვენმა კოლეგებმაც ეს გვირჩიეს და შესაბამისად ჩვენც მითხოვ გადავწყვეტეთ, რომ სუსტად ეს აპარატი. ძალიან კარგი, მე მგონი მისასალმებელია მსგავსი სახის სიახლის დანერგვა კონკრეტულად ქუთაისში და დასავლეთ საქართველოში, დასავლეთ საქართველოს მომსახურებით თქვენ და თქვენი კლინიკა, თუმცა შეუძლიათ აღმოსავლეთიდანაც ჩამოვიდნენ. გარეგანი ვიზუალურ ვენებზე ვსაუბრობდით ახლა ჩვენ და იმ პრობლემურზე, რომელიც აწუხებს ვიზუალურად ადამიანს, განსაკუთრებით ქალებს გეთანხმებით, თუმცა მამაკაცებიც მე მგონი არ იწონებენ მსგავს რაღაც არასასიამოვნოდ გამოიყურებათ ახლა პროცესში ადამიანის ფეხები, მაგრამ ძალიან ხშირად ამბობენ, რომ არ ჩანს გარეგნულად, მაგრამ შიგნით რაღაცა ხდება ვენაში. მე გეუბნებით ადამიანების საზოგადოების ენაზე და არა სამედიცინო ტერმინოლოგიით. თქვენ ხვდებით, მე მარა აქვს მხედველობაში. დიახ. და აი თუ შეიძლება ამ დროს უნდა მოგმართოთ თუ არა კონკრეტულად თქვენს კლინიკას და რა ხდება, როდესაც გარეგნულად არ ჩანს, ტკივილი არის, დამძიმება არის ფეხებში, მაგრამ არ ჩანს გარეგნულად და ეხლა მეუბნებიან, რომ ისევ ფასებთან დაკავშირებით კითხულობენ კონკრეტულად ფასებს. რამდენად ხელმისაწვდომია მოდით ეს ვთქვათ? რაც შეეხება საშუალოდ ამ ოპერაციის, ამ ტიპის ოპერაციის მკურნალობა ადამიანებისთვის საშუალოდ არის 1700 ლარი.
როგორც წეხან აღვნიშნე, დამოკიდებული არის მოცულობაზე, მაგრამ საშუალოდ ისე რომ ვთქვა, თუ ხეშად დაახლოებით 1700 ლარიღებს მსგავსი ტიპის და ამაში შედის გამოკვლევები და ყველაფერი, რაც არის ამ ყველაფერში შედის წინას ჩვენ ფლობთ ეხოსკოპიას, მას არ დაჭირდება დამატებითი კვლევების ჩატარება. გარდა სისხლის საერთო და ეს ანალიზებისა, ეხოსკოპიას ფლობს ბატონი ლაშა, ბატონი კოტე და ჩვენ უკეთებთ. ეხოსკოპიის საშუალებით შემდეგ ჩვენ წვიტავთ თუ რომელ ბასეინს უნდა ჩავერიოთ, მცირე საჩინო ვენის ბასეინს, დიდი საჩინო ვენის ბასეინს. ბატონმა ლაშამ რაც აღნიშნა, რომ ეს თანხა არის ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში, ანუ ყველაზე მაქსიმალური თანხა არის მაქსიმალური ჩარევისთვის. თორემ ეს რეტიკულარი ვარიკოზი, ეს წვრილი ვენების ასე რომ ვთქვათ, ოპერირება, ეს გაცილებით უფრო ნაკლები თანხაჯდება და საკმაოდ მისაღები არის საზოგადოების 80%-ისთვის. თუმცა ალბათ თუ შევადარებთ იმ ფასებს, რომელიც არის საზღვრებს გარეთ, მე მგონი ალბათ შედარება არის. რა თქმა უნდა, ორჯერ ნაკლები ფასი არის საქართველოში, აი თუნდაც ჩვენი რიგელი კოლეგებისგან განსხვავებით. გასაგებია. და ბატონ ლაშა, თქვენ ვენებზე, რომელიც არ ჩანს გარეგნულად, მაგრამ ტკივილს გრძნობს პაციენტი. მინდოდა მე პასუხა ამ ყველაფრისთვის, რაც შეეხება საუბარი, რაზეც ახლა მიდის, ეს არის ის ბასეინი, რომელიც ეგრეთ წოდებული ზედაპირული ვენებს გულისხმობს, ეს არის 80%-ში და თითქოს დიდი საჩინო ვენის ბასეინი და არის მდგომარეობა, როცა დაინტერესებულია მცირე საჩინო ვენა, ან ორივე ერთად. რაც შეეხება ღრმავენების პრობლემებს, პირველ რიგში ეს ყველაფერი უნდა მოხდეს უпроსურად უნდა იქნეს დადასტურებული და გამოკვლეული სკანირების შემდეგ, რაც შეეხება ღრმავენებზე, რა თქმა უნდა, ტარდება ოპერაციული მკურნალობა, გააჩნია რა პათოლოგიასთან და პრობლემასთან აქვს საქმე, თუ აქ არის გარკვეულწილად ღრმავენების თრომბოზი, რომელიც ბევრად უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს ადამიანისთვის და საერთოდ სიცოცხლისთვისაც ამას პირდაპირ ვიტყვი. ამიტომ საუბარი არის იმაზე, თუ რა პრობლემა არის ღრმავენების ბასეინში. მეორე, თუ აქ არის თრომბოზი, ვღებულობთ შესაბამის გადაწყვეტილებას, ლოკალიზაციას ამ თრომბისას, მსგავსი ტიპის ჩარევებს, თუ სამწუხაროდ გვიწევს დაცვა მაქსიმალურად, შეგვიძლია იმ შემთხვევაში, როცა დღესაც იყო მსგავსი პაციენტი, როცა არის ფლოტირებადი თრომბოზი, მაგალითად თეძოს ვენაში ან ბარზაყის ვენაში, უფრო თეძოს ვენაში, იმიტომ რომ ბარზაყის ვენაში და მუხოშა ვენაში არსებულ პრობლემებს შედარებით უფრო ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ტრამვით ავიცილოთ თავიდან. რა თქმა უნდა, კონსერვატორული მკურნალობაც მიმდინარეობს, მაგრამ როცა ღრმავენებში არსებული პრობლემა უკავშირდება თრომბოზს, რომელიც ფლოტირებს და ეს არის პირდაპირ საშიშროება თრომბოემბოლური გართულებების, სამწუხაროდ გვიწევს სპეციალური კონსტრუქციის ეგრეთ წოდებული ფილტრის ჩაყენება, გავაფილტრის ჩაყენება, რათა ავიცილოთ თავიდან პირდაპირ გეუნებით, სხვა რამე არა, ეს პრობლემა პირდაპირ ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს. გასაგებია. დღევანდელი თემა უნდა გაგაწყვეტილოთ, უკაცრავად მაყურებელი დიდი ხანია გველოდება, მოვსმინოთ და შემდეგ კვლავ დაუბრუნდეთ ამ თემას. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. პირველ რიგში მოგესალმებით და მინდა აღნიშნო, რომ ძალიან კარგი არის ასეთ გადაცემებს რო ვატარებთ, იმიტომ რომ არის ხალხი, რომელსაც არ აქვს შეიძლება შესაძლებლობა მივიდეს ექიმთან და რაღაც კითხვები დაუსვას. შეიძლება თანხებთან დაკავშირებითაც იყოს ეს დაკავშირებული, მაგრამ ძალიან კარგი არის მოსაწონითი არის, მადლობელი ვარ პირველ რიგში თქვენი და გადავალ ეს შეკითხვაზე პირდაპირ. თქვენ საუბრობთ ვარიკოზულ გაგანიერებაზე, ძირითადად ფეხზე ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ეს მეთოდი თუ შეიძლება გამოყენებული იქნას ისე დაავადებასთან, როგორც არის ვარიკოცელე მაგალითად. და თუა გამართლებული საერთოდ მაგას სტადიები აქვს როგორც ვიცი და ანუ თუ არის რა გამოყენებადი და თუ შეიძლება საერთოდ გაკეთდეს მას, იმიტომ როგორც ვიცი ოპერაციას აკეთებენ სხვანაირად არ იმკურნება, მაგრამ როგორც ვიცი ასე არის თუ არის გამოყენებული. და თანხები როგორ არის კიდევ შეგიძლიათ რო გახსოვთ. დიდი მადლობა ზარისთვის. რაც შეეხება ვარიკოცელეს, თვითონ გენეზით და წარმოშობით ეს დაავადება რაზეც ბატონი საუბრობს, კი ბატონო, გამოწვევით ესე ვთქვათ, გენეზი ერთი და იგივე აქვს, მაგრამ მსგავსი ტიპის ჩარევა ვარიკოცელეს დროს არ ხერხდება. უბრალოდ ტექნიკურად ეს არის წარმოუდგენელი. რაც შეეხება ოპერაციულ მკურნალობას, დღემდე რატომღაც ბევრ ქვეყანაში და საქართველოშიც ჯერჯერობით რჩება ღია ტიპის ოპერაცია ვარიკოცელეს
მკურნალობის საშუალებად, მაგრამ არის კლინიკები სამწუხაროდ საქართველოში არა, სადაც ხდება ენდოვასკულარული ჩარევა და ემბოლიზაცია აღნიშნული ვენის. ეს ესე თუ წარმოუდგენა რო გქონდეთ არის მცირე ინვაზია, ნაჩხლეტით კეთდება ესე უხეშად რო ვთქვათ. როცა ხდება მე კონტრასტირება აღნიშნული ვენის, რომელზეც არის საუბარი და გარკვეული მიკროსხეულების საშუალებით ხდება ამ ყველაფრის ემბოლიზაცია, სანათური, ესე რომ ვთქვათ, იხშობა, ვიწევთ ადამიანები, ექიმები, ესე რომ ვთქვათ, ხელოვნურად ვიწევთ აღნიშნული ვენის სანათურის დახშობას, ანუ თრომბოს და ეს არის ზუსტად ის ეფექტი, რასაც ღებულობენ ღია წესით ჩარევის დროს, უბრალოდ მაშინ ხდება ამ ვენის ლიგირება. სამწუხაროდ ამ აპარატით და რაღაცა ჩვენ ახლა დღეს ვსაუბრობთ, ვარიკოცელის მკურნალობა არ ხდება. გასაგებია. არ ხდება არც ჩვენთან და არც ხოლმე. ეს ცოტა სხვა ტიპის კიდე წაღნიშნა მაყურებელმა, რომ სხვა ტიპის დიახ. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი გასაგებია, რომ წარმოშობა გენეზი ხო, ყოველწილად თვითონ ვენის კედელიც ისევე განიცდის რეფლუქსის ხარჯზე ხდება მისი დილატაცია და ესე ვთქვათ ფუნქციის დაკარგვა და აბსოლუტურად სწორია რაც ბრძანა, მაგრამ მსგავსი ტიპის მკურნალობა ვარიკოცელის დროს ნამდვილად არ ხდება. გასაგებია და ბატონ ლაშა, მე თქვენ შეგაწყვეტინეთ, როდესაც ლაპარაკობდით აი ღრმა ვენების შესახებ და იქნებ დაამატოთ, მაგრამ რეკლამას მანიშნებენ, გადაცემაში რეკლამის დრო ვერ გადავაცილებთ. თუ კი გაინტერესებთ ჩვენი გადაცემა, აუცილებლად დარჩით ჩვენთან ერთად, რეკლამის შემდეგ სულ მალე დაგებრუნდებით. ცეცხები მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე პირებისთვის ნებისმიერი მიზნობრიობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი 15.95%-დან $10,000-მდე ცეცხები გაიცემა გიროოს გარეშე. ფინკა ბანკი, იქ სადაც გჭირდებათ. საუკეთესო შემოთავაზება Bosch-ისგან, ხოლო Elite Electronics-ში შეიძინეთ Bosch-ის სარეცხი მანქანა და მიიღეთ 40%-მდე ფაზაკლება ჩასაშენებელ ტექნიკაზე, ჭურჭლის სარეცხ მანქანებზე და საშრობებზე. ჯანმრთელობა ყველა ასაკისთვის აუცილებელია. ხარისხი და ეფექტურობა კი ყველა პრეპარატისთვისაა აუცილებელი. სწორედ ამიტომ ჩვენ ვირჩევთ ლიზლის. ლიზლი, ხმელის სამკურნალო საუკეთესო საშუალება. გამოყენებისას გაიცანით ინსტრუქციას. კრედიტი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. მე მინდა გაგახაროთ, რომ დღეიდან თქვენ შეგიძლიათ საკუთარი ავტომობილი დიაროთ. მე გახლავართ თენგის კუჭავა, მათემატიკოსი, პედაგოგი ბათუმიდან. ვიყიდე ტექნობუმში პრინტერი და მოვიგე ეს ჩვენიერი მანქანა. ეს იყო საუკეთესო საჩუქარი ჩემი 60 წლის იუბილეისადმი და დაემთხვა თანაც მასწავლებლის დღეს. მადლობა უფალს და ტექნობუმს. შენც მოიგე ტექნობუმში. გაციება. სურდო. მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი. სახსრების ტკივილი. აირჩიეთ ეფექტი თქვენთვის სასურველი ფორმით. ეფექტი. დაგეხმარებათ წელიწადის ნებისმიერ დროს. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. სიახლე რიკო კრედიტში. სალომბარდო სესხები 1.5%, ხოლო იპოთეკა 2%. რიკო კრედიტი. LED ტელევიზორი, LG, ფასი 699 ვარი. ნუ გადაიხდი ზედმეტს. ტექნობუმი. გამარჯობათ, ქალის უნამოს ვეძებთ. უკაცრავად სუნს ვერ გრძნობ, ცხვირი მაქვს გაჭედი. ალერგია გაწუხებს? გაწივდით და სურდო გაქვთ? თქვენ დაგეხმარებათ დიდროფი. გაციების, სურდოს თუ ალერგიისას მიიღეთ დიდროფის სპრეი და წვეთები. იგი სწრაფად მოგიხსნით სურდოს, აიოლებს სუნთქვას და აჩერებს სემინებას. სასიამოვნო სუნი ჰქონია. ნახე, დიდროფი. სურდოს სამკურნალო სწრაფი და ეფექტური საშუალება. მიებისინ გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს. ცეცხები მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე პირებისთვის ნებისმიერი მიზნობრიობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი 15.95%-დან $10,000-მდე ცეცხები გაიცემა გიროოს გარეშე. ფინკა ბანკი, იქ სადაც გჭირდებათ.
ჩვენ გვაპირდაპირ ეთერში ვარ ბატონ ლაშა, მე რამოდენიმეჯერ მომიწია შეწყვეტა თქვენი საუბრისა და თუ შეიძლება რომ დავასრულოთ და უკვე გადავიდეთ სხვა საკითხზე. დიახ. Ну, რაც შეეხება ქვედა კიდურის ღრმავინების პათოლოგიებს, არსებული აპარატით ამ ბაზენზე არანაირი ჩარევა არ ხდება, არც ფუნქციას ვაკეთებთ ღრმავინების და არც მის აბლაციას ვიწევთ. რაც შეეხება ხალბატონმა იკითხა, რომ ღრმავინების პათოლოგიების დროს ეხან აღნიშნე, რომ ძირითადად ხდება, როცა აღნიშნული ბაზენის თრომბოზი არის და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე ჩვენ ოპერაციული ჩარევები გვაქვს, ეს დამოკიდებულია თრომბის ლოკალიზაციაზე, მის გენეზის, როგორ ვითხრათ, თვითონ წარმოშობაზე და რამდენად ორგანიზებულია თრომბი და ეხლა აღნიშნე, რომ თუ გვიწევს ესე რომ ვთქვათ, ფლოტაციის შემთხვევაში გვიწევს საკმაოდ ისეთი რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება, ან აღნიშნული ვენის ლიგირება, ან კალოფილტრის იმპლანტაცია და ასე შემდეგ. ეს ბევრად უფრო სერიოზული პრობლემა ადამიანისთვის, ვიდრე აღნიშნული თემა, რომელზეც საუბრობთ. დიახ. დიდი მადლობა. მე ახლა ოპერატორს ვთხოვ ჩართოს კადრები, რომელიც დღეს გადაიღო ჩვენმა ოპერატორმა, სტენტირება მიმდინარეობდა, მაგრამ ამას თქვენ თვითონ კარგად თქვით და მანამ კიდე იყო სხვა კადრები, თუ შეიძლება რომ ვაჩვენოთ ეს კადრები, რომელიც გვაქვს მომზადებული. დიახ. და თუ შეიძლება თქვენ კომენტარი რომ გააკეთოთ. დიახ, დღეს ჩვენ გვქონდა პაციენტი, რომელსაც ჰქონდა ორთავითედოს არტერიების სტენოზი, თუ ადრე მარჯვენა იყო კრიტიკული სტენოზი საკმაოდ, მარჯვენა თედოს გარეთ არტერიის, მარცხნივ თედოს საერთო არტერიის, თუ ადრე მსგავსი ტიპის პრობლემების დროს გვიწევდა რადიკალური შედარებით უფრო დიდი მასშტაბის ოპერაციის ჩატარება, რასაც ქვია აორტობიფემორალური შუნტირება, ან თეძო ბარზაკის შუნტირება, ან რეკონსტრუქციული ოპერაციები, რომელიც ბევრად უფრო დიდ აგრესიას წარმოადგენს ადამიანისთვის. დღეს საშუალება მოგვეცა, რომ მცირე ინვაზიით მოვახდინოთ აღნიშნული სიზარღვების სტენტირება. ეს ნიშნავს, რომ ეს რკინის კონსტრუქცია, უხეშად რო თქვა, იმპლანტირდება არტერიის ანათურში და სპეციალური ბალონების დახმარებით ხდება პოსტდილატაცია, პრედილატაცია და ესე რომ ვთქვათ, ჯამში სანათური იღებს ისეთ სასურველ სახეს, რომელიც და მთავარი ის არის, რომ კიდური მარაგდება სისხლით მაქსიმალურად, რაც შეიძლება. დღევანდელი ოპერაციაც გულისხმობს მსგავსი ტიპის ჩარევას, იყო პაციენტი, არის პაციენტი, მამაკაცი, 73 წლის, რომლისთვისაც აღნიშნული დიდი მასშტაბის ოპერაცია, რომელზეც ახლა ვისაუბრე, საკმაოდ რთული გადასატანი იქნება ოპერაციის დროც და ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ამიტომ მსგავსი ტიპის ინვაზია მართლაც რომ ძალიან დიდი დახმარება არის მეწმუნეთ პაციენტისთვისაც და ჩვენთვისაც ამ ოპერაციას. შეიძლება ძალიან კარგი ანგიოქირურგიული ჯგუფი, რომელიც უწევს სრულ სპექტრს მომსახურებისას, ანგიოქირურგიული ჩარევებისას. და შესაბამისად ეს სპექტრი არის არა მარტო ღია წესით ოპერაციები, არამედ სტენტირებები, ეს არის როგორც ქვემო კიდურები, ისე აორტა, ისე საძილე და ექსტრაკრანიალური სიზარღვები. პლუს ამას კიდე ისეთი ინოვაცია, როგორიც არის ლაზერული აბლაცია ქრონიკული ვენური უკმარისობების დროს. დანერგილია, კეთდება წარმატებით და შესაბამისად ბატონი ლაშა გოგონაძე და ბატონი გიორგი ხელაძე ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდები არიან. ნიშნავს მგონი ასეთ პროფესიონალის მხრიდან შეფასება. მე წინა გადაცემაში აღნიშნე, რომ ჩვენ კლინიკაში საკმაოდ ისეთი ძალიან კარგი გუნდია ექიმების. მინდა აღნიშნო, რომ ჩვენც სიძალთა ქირურგები ვართ მონდომებული იმისთვის, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად განავითაროთ ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე. ყველა ის სფერო, რომელიც აერთიანებს სიძალთა ქირურგიას, ყველა ის ბაზენი, არტერიული პათოლოგია იქნება თუ ვენური პათოლოგია იქნება და ბატონი კოდეს ხელმძღვანელობით ვართ ძალიან, ესე რომ ვთქვათ, მონდომებული ამ ყველაფრისთვის და რა ვიცი, მგონია, რომ ყველა ვითარდებით წინ მივდივართ. კლინიკის დირექცია ამაში ძალიან გვეხმარება, იმიტომ რომ ყველაფერი არის თანხებთან დაკავშირებული. აღნიშნული აპარატი, რომელზეც დღეს საუბრობთ,
ჩვენი საკმაოდ დითხანხებთან მოთხოვნის დაკავშირებული. შემდეგ ძალიან დაგვეხმარეს ეს აპარატი შეგვიძინეს. თვითონ ის ინტერვენციული ოპერაცია, რომელიც სულ ახლა ხან ვიხილეთ, ის გარკვეულ ხარჯებთან თვითონ ის სტენტი საკმაოდ ძვირი ის მასალა, რომელიც ამ ოპერაციის დროს იხარჯება. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი სულ 2 დღე შეიძლება იყოს, ანუ დღეს დასრულდა მისი ოპერაცია, დღეს გაკეთა მისი ოპერაცია, ხვალ დღეს ეს პაციენტი წავა სახში, ხვალ ის უკვე მაინც სჭირდება სრული კომფორტი. და ამ ოპერაციის ალტერნატივა მანამდე იყო ის, რომ ჭირდებოდა მუცელზე კვეთა. დიახ. ეს არის ბევრად უფრო დიდი აგრესია. და გარკვეული ხელოვნური სისწრაფის პროტეზით ჩანაცვლება იმ გარკვეული უბნის, რომელიც არის დახშული ან სტენოზირებული, ან საერთოდ დახურული, ოკლუზირებული და ინტერვენციული, ისე რომ ვთქვათ, ანგიოლოგია თუ შეიძლება დავარქვათ, ამ შემთხვევაში საკმაოდ ეფექტურია და იმის ხმამეთად რომ 75 წლის ადამიანისთვის ის დიდი ოპერაცია უნდა განმოგდოთ ცოტა ხანში. უკვე მანიშნებენ რამოდენიმეჯერ რომ მაყურებელი გველოდება, მოდით მოусმინოთ და შემდეგ განვაგრძოთ. გავიდა მაყურებელი უკაცრავად აუცილებლად შემოგიყვანს პირდაპირ ეთერში, უბრალოდ აზრი უნდა დაასრულოს, რა თქმა უნდა, ბატონმა ლაშამ და ასევე ბატონმა გიორგემ. 75 წლის პაციენტია ეგ. 74 წლის პაციენტი, რომელსაც გაუკეთდა მსგავსი ტიპის ჩარევა. უკაცრავად ბატონ ლაშამ. მე მგონი პირდაპირ ეთერშია მაყურებელი, როგორც მეუბნებიან. დიახ, დაგვეკავშირდება შემდეგ ამაყრდ. დიახ. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ ეს მით უმეტეს იმ კატეგორიის პაციენტების, რომლის ასაკი 70-75 წელს უახლოვდება, მერწმუნეთ, რომ ესეთი მასშტაბის ჩარევა, რომელიც ითვალისწინებს ნარკოს ანესთეზიას, ხო, რაღაც ტიპის ხომ მაინც უნდა იყოს, ხო, ანესთეზია. სპინალური იქნება ეს თუ ზოგადი ანესთეზია იქნება. ეს ყველაფერი არის კიდევ უფრო მეტი რისკი პაციენტისთვის და შეეხება თედოს არტერიების ნედლება ხდება ადგილობრივი ანესთეზიით. და დღეს თქვენი კოლეგები ამის ესე ვთქვათ მომწრე იყვნენ. კი ბატონო. მე მინდა ასე მაყურებელს ორი როდეს სიტყვით განუმარტო. ესე იგი, თუ რაში მდგომარეობს, თუ რას ვიმსახურებით ჩვენ და რა ოპერაციულ ჩარევებს ვაკეთებთ. ჩვენ თავიდან რაზეც ვისაუბრეთ ვენურ პათოლოგიებზე, ვარიკოზულ დაავადებებზე, ეს ცალკე დარგი არის, რომელსაც ფლებოლოგია ქვია. და ყველა სიზართა ქირურგი თავისთავად არის ფლებოლოგი. და ეს უფრო კოსმეტიკური ოპერაციებია, რაზეც გადაცემის დასაწყისში ვისაუბრეთ. მაგრამ ჩვენი ოპერაციული ჩარევები გაცილებით უფრო ბევრია, ვიდრე ეს ვენური და ესეთი კოსმეტიკური ოპერაციები. ჩვენ ძირითადად ჩვენი კლინიკა ემსახურება კიდურის შენანარჩუნებელი ცენტრი არის, ასე რომ ვთქვათ. ჩვენ პაციენტებს აი ყველაზე ცუდ, ასე რომ ვთქვათ, ცუდ კიდურს, აი ისეთ კიდურს, რომელსაც ყველა მვარი უთხრა. რომ იცით რა თქვენ გესაჭიროებათ ამ კიდურის მოკვეთა. აი ისეთ კიდურებს ვინარჩუნებთ ინტერვენციის ღია წესის ჩარევებით, ეხოსკოპიის ფლობის საშუალებით, ყველანაირად, ესე იგი, აი იმედგადოწერო კიდურს ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ის შევინარჩუნოთ და ყველაზე გვიან კარგავთ იმედს. დიახ. გასაგებია, ვიყვანოთ მაყურებელი ისევ, რომ არ გაგვინაწყენდეს, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო? დიახ, გისმენთ ქალბატონო. მოგესალმებით, გამარჯობათ. საღამოშიდობისა. მაინტერესებს ანუ კიდურების სიმხურვალე, კედლების სიმხურვალე და პრეპარატი გუნა ლუმბარი. რამდენად მიზან შეწამული არის ამ დაავადებასთან და რას ნიშნავს ეს დაავადება უბრალოდაც თუ შეიძლება გუნა ლუმბარი გაიკეთოს ბაც წელიწადში ორჯერ ან სამჯერ, ანუ 10 წერნელში. მადლობთ ქალბატონო, რაც შეეხება ფეხების კიდურების სიმხურვალე, ეს დაავადება არ არის, ეს არის ერთ-ერთი სიმპტომი, რომელიც შეიძლება რა თქმა უნდა ახდეს ქრონიკული ვენური უკმარისობაც, ან შეიძლება იყოს აიმუნოლოგიური პრობლემით გამოწვეული. გუნა ლუმბარი ნამდვილად არის პრეპარატი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას და საკმაოდ ისეთი პრეპარატია, რომელიც რეალურად ეხმარება ხალხს. თუ ქალბატონს აქვს დანიშნული მსგავსი პრეპარატი, აქვს იმიტომ დანიშნული, რომ ამის აუცილებლობა იყო და რამდენად კარგად იმუშავა ამ პრეპარატმა, ალბათ თვითონ ყველაზე კარგად გადაწყვეტავს. რა თქმა უნდა, შეიძლება მისი გამოყენება წელიწადში ორჯერაც, სამჯერაც და ამდენჯერაც ექიმი დაგნიშნოთ, არ ვიცი.
გასაგებია. ბატონ გიორგი, თქვენ საუბრობდით კიდურის შენარჩუნებაზე მაქსიმალურს რომ აკეთებს კლინიკა და ის განყოფილება, რომელზეც ახლა დღეს ვსაუბრობთ. დიახ, აი მაგალითად ყველაზე ცუდი თემა შაქრიანი დიაბეტი. დიახ, შაქრიანი დიაბეტი. შაქრიანი დიაბეტი ან დიაბეტის მქონე პაციენტებს აღინიშნება ესე რომ ვთქვათ დისტალური დახშობა სისხლძარღვების. ანუ მას მთლიანად დახშული აქვს მუხქვეშ არტერიის ქვემოთ წვივის არტერიები. აქვს ოკლუზიის უბნები და აქვს სუბოკლუზიის უბნები. ჩვენ ენდოვასკულარული ჩარევის გზით ჩვენ შეგვიძლია ღია წესით ოპერაციები ასეთ კიდურზე არ კეთდება და ძალიან სხვათაშორის ფლობა ჭირდება ამ დარგს, ამ სფეროს ენდოვასკულარ ქირურგიას, იმიტომ რომ საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ ძალიან წვრილი სისხლძარღვები არის ესენი და ჩვენ ამ ოპერაციებს ვაკეთებთ რეკანალიზაციებს და სტენტირებებს წვივის არტერიისას და ვინარჩუნებთ კიდურს. ახანძნებთ, შემდეგ ვიბარებთ 3 თვის მერე, კიდევ ანგიოპლასტიკას ვაკეთებთ და კიდური ესე თუ ისე კომპენსირებულად მიყვავს და პაციენტები დადიან და თავისი ფეხით, როცა და პაციენტი მოდის და გეუბნება რომ ექიმო მადლობთ, თქვენ მე კიდური შემინარჩუნეთ, ამაზე დიდი ბედნიერება ექიმისთვის დამირწმუნებ ნამდვილად არ არის და ჩვენც გვიხარია რომ ბევრი კიდური შევინარჩუნეთ და ბევრს კიდე დავეხმარებით და შევინარჩუნებთ. არა მარტო ფეხებზე ვაკეთებთ ჩვენ ოპერაციებს, ასევე საძილე არტერიებზე. მე მინდა უთხრა ყველა ინსულტი, ესე იგი ამ პაციენტებს, ვისაც ინსულტი გადაიტანეს, ვინც ისემიური ინსულტი გადაიტანა. აუცილებლად უნდა გაიკეთო ამ ხალხმა საძილე არტერიების დოპლეროგრაფია და გაირკვეს არის თუ არა ექსტენოზები საძილე არტერიის, რომ შემდგომში არ განმეორდეს ესეთი იგივე მდგომარეობა. ჩვენ ვაკეთებთ ოპერაციებს საძილე არტერიებზე, ვაკეთებთ ბრახიოცეფალურ ღეროზე, ვაკეთებთ ფაშვის, ძალიან დიდი სფერო არის საერთოდ სიზარდთა ქირურგია და ჩვენი გუნდის, ჩვენი საავადმყოფოს მთავარი ექიმის და ანესთეზიოლოგია, რეანიმაციის სამსახურის სწავლობით ჩვენ შეგვიძლია ყველაზე რთულ შემთხვევებსაც მოვყიდოთ ხელი, იმიტომ რომ ფაქტიურად ესე რომ ვთქვათ ჩვენ არ გქონია ისეთი ოპერაცია, რომელზეც უკმაყოფილო გამოსულიყავით, რაც ცენტრალურ საავადმყოფოში გადავედით, იმიტომ რომ გუნდი არის ძალიან კარგი დაკომპლექტებული და ყველა თავის საქმეს აკეთებს ძალიან მაღალ დონის. ძალიან კარგი, რადგანაც თქვენ აი ამ თემას შეეხეთ, მე აუცილებლად უნდა შეგეკითხოთ, არის თუ არა დაუშვათ დაავადება, რომელსაც თქვენ უარს ეტყვით პაციენტს, რომ ეს ჯერ არ კეთდება. ფაქტიურად ესეთი ყველაფერს ვაკეთებთ აბსოლუტურად ჩვენი ესე რომ ვთქვათ მენეჯმენტის წყალობით, ჩვენი მენეჯერების წყალობით ყველა პირობა შეგვიქმნეს იმისთვის, რომ ეს სამსახური გამართულიყო, ჩვენთან უცხოელები ჩამოდიან, ჩვენი კოლეგები, ჩვენი მეგობრები, რომლებიც ეხლა ივლისშია დაგეგმილი პროფესორის ჩამოსვლა, რომელიც შვედეთიდან ჩამოვა და ჩაატარებს ჩვენთან ერთად ოპერაციებს. ბატონი ლაშა და კოტე და მეც მივდივართ იტალიაში ძალიან კარგი კონფერენციაზე, გასვით პროგრამებში ვიღებთ მონაწილეობას და მასტერ კლასებზე, საჩვენებით ოპერაციებზე აქტიური, ასე რომ ვთქვათ, დამსწრეები ვართ ჩვენ, რომ რაც სიახლეა დაინერგოს ჩვენს ქალაქში. რომ რაც ყველაფერი იყოს როგორც შეეფერება ევროპის დონის ქვეყანას. მგონი ეს ძალიან მისასალმებელია. ჰიბრიდული ოპერაციების შესახებ თუ შეიძლება რომ გითხრათ? ბატონო, რაც შეეხება ჰიბრიდული ოპერაციები, რომელიც ჩვენს კლინიკაში ტარდება, ეს არის შეხამება ღია წესით და ინტერვენციით. ანუ ერთი პაციენტი, ერთი ოპერაცია და გარკვეული ეტაპი კეთდება ღია წესით და მერე გადავდივართ ინტერვენციაზე. ანუ ამის საჭიროებას რა მოითხოვს? ამის საჭიროებას მოითხოვს ის, რომ სამწუხაროდ თვითონ ათეროსკლეროზი, რომელიც იწვევს სიზარღვების შევიწროებას, არ არის მარტო ქვედაკიდურის არტერიების პრობლემა, ეს ზოგადად ვითარდება როგორც ზედაკიდურის არტერიებში, როგორც ბატონო გიორგი მაგნიშნავს საძილე არტერიებში, ყველგან აბსოლუტურად ყველა ორგანო არაგდება სიზარღვით და სამწუხაროდ ეს დაავადება არის ყველა არტერიის კედელში. ანუ ამის საჭიროებას რა მოითხოვს, როცა გარკვეული სართული ესე დავარქვათ, გარკვეული სართული საჭიროებს ღია წესით ოპერაციას, გარკვეული სართული ინტერვენციას. ჰიბრიდული ცოტა ხანი შევჭერდეთ. გარკვეული სართული ინტერვენციას აი ამ წინადადებაზე და ტელემაყურებელს მოვუსმინოთ. გისმენთ? გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ.
ის არა ქვია. გამარჯობა, პირველ რიგში მოგესალმებით. საღამოშვიდობისა. ისა მოგესალმებით და ანუ თქმა ხო ესე იგი ჩემს მეუღლეს აწუხებს სისხლების შევიწროება. დიახ. და ამ დროს აქვს მარჯვენა ფეხის მტევანზე აქვს სისხლები გაუვალობა აქვს, ფეხი შელურჯებული აქვს და პარალელურად მარჯვენა ხელის მტევანიც უკვე დაზიანებული აქვს. დიახ. და თქვენი მეუღლე რატო არ არის კონსულტირებული ექიმის მიერ? კი, ვისაც არის ბათუმში კორონალოს, დაჟე მეორე ჯგუფის ინვალიდი არის და პენსიასაც ღებულობს და ანუ ვიცი თქმა მინდა რომ თუ შეგიძლიათ დამაკვალიანოთ, სად მოგაკითხოთ და თუ შეიძლება ოპერაციის გაკეთება ან რა. აუცილებლად ხალბატონო, ოპერაციის გაკეთება რამდენად შეიძლება ამას აუცილებლად გეტყვით. იმის შემდეგ როცა ვნახავთ პაციენტს, იმის შემდეგ როცა გავაკეთებთ იმ რიგ გამოკვლევებს, რომლებიც ჩვენ ესე რომ თქვათ გარკვეულ წინაპირობას გვიქმნის ვისაუბროთ ოპერაციულ მკურნალობაზე, რა მასშტაბის იქნება და იქნება თუ არა ის საერთოდ, მოგბრძანდით და მაქსიმალურად ვისწრებთ რომ დაგეხმაროთ ყველაფერში. ხო და ესე ექიმები ეუბნება რომ ისა. დიახ. ასე უნებიან. ექიმები ეუბნებიან თუ ისა არ შეიძლებაო, რადგან თითებში აქვს ეს. და უსა ოპერაცია არ ხერხდება, ცოტა ზემოთ რო იყოს, შეიძლება და იქ. მესმის ხალბატონო, მე მიჭის ამაზე საუბარი, როცა წარმოდგენა თქვენ შემექმნით, თქვენი საუბრიდან გამომდინარე, მაგრამ ესე საუბარი იმაზე, რომ შევიძლიათ მის დახმარებას თუ არა, ამას გეტყვით, როცა ნახავთ პაციენტს, ნახავთ იმ გამოკვლევებს, გეტყვით აუცილებლად. მხოლოდ პაციენტის ნახვა არის საჭირო, რომ გაქცეთ ადეკვატური პასუხი. ჩვენ თქვენი მონაყოლით სამწუხაროდ ვერ მიგებულობს თუ რა ჩარევა შეიძლება. მე გარწმუნებ და გაზრდ პირობებს, რომ თუ კი სადმე სოფლიოში კეთდება რაიმე ოპერაცია ამ კიდურზე, ჩვენც ვაკეთებთ ესეთ ოპერაციას და დავეხმარებით. არ არის ხალბატონო ეს პრობლემა. მთავარია თქვენ მოხმოდით ჩვენთან, რომ ჩვენ დაგეხმაროთ. დიდი მადლობა ქალბატონო ზარისთვის. მე მივხვდი ამ ქალბატონს უნდა კონკრეტული მისამართი, სად უნდა მოვიდეს. ეს არის ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო მისამართი თქვენ და ანონსებთ თუ შეიძლება. სოლომონ მეფის 10. დიახ. დიახ, სოლომონ პირველი 10 არის. მე მინდა ასე რომ ვამცნო მაყურებელს, რომ ჩვენი დევიზი და ჩვენი გუნდის დევიზი არის მაქსიმალური რევასკულარიზაცია. ანუ თითეული ტოტის ჩართვა სისხლის მიმოქცევაში. დიახ. ესე იგი, თუ კი პაციენტს აქვს გაციებული ფეხი, გარდამავალი კოჭლობა, როდესაც მაგალითად პაციენტი გაივლის 100 მეტრს, 150 მეტრს და ის უნდა გაჩერდეს, იმიტომ რომ წვიმის კუნთებში მას ტკივილი დაეწყო. თუ კი პაციენტს ღამე არ წინავს იმის გამო, რომ ფეხები ტკივა და არ აზსვენებს, ან უნდა რომ ფეხი ჩამოუშვას ლოგინიდან რომ და ისე დაიძინოს, რადგან ფეხში წავიდეს ხო სისხლის შემდეგ. ესეთი პაციენტები მოვიდნენ სანამ ალბათ რაც შეიძლება დროულად და ჩვენ მათ დავეხმარებით. დიახ. და ჩვენი დევიზი არის წეგან მოგახსენეთ რომ მაქსიმალური რევასკულარიზაცია. ანუ ხომ არის რამოდენიმე მიდგომა არის ესეთი რომ აი მაგალითად როდესაც ოკლუზია არის რამოდენიმე სართულიანი ესე რომ ვთქვათ არის დახშული თეძოს სეგმენტი, არის დახშული ბარძაყის სეგმენტი, წვივის სეგმენტი, ხო? შეუძლია ქირურგმა ჩართოს ჯერ თეძოს სეგმენტი და ამით პაციენტი ოდნავ შებას ნახავს და გადაიდება სხვა ოპერაცია. ხო, ჩვენ ესე არ ვაკეთებთ. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად პაციენტს დავეხმაროთ, რომ ის ჩვენთან აღარ დაბრუნდეს. რომ მან თავისი კიდური სიცოცხლის განმავლობაში ისე შეინარჩუნოს, რომ ექიმი მას პრეფექცია აღარ დასჭირდეს. და ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტი, რომ ჩვენთან უნდა იყოს, არ უნდა დაბრუნდეს ავადმყოფი არანაირად. ის უნდა იყოს და განიკურნოს ბოლომდე. და აი გიბრიდული ოპერაციები მაგას მოიცავს, აი გვეხმარება, შეხამება ღია წესის ოპერაციისა და ინტერვენციის იმაში, რომ მაგალითად თეზოს გიბრიდული ოპერაცია ჩვენთან ყველაზე ხშირი რაც კეთდება, ეს არის თეზოს არტერიის სტენტირება და შემდეგ ღია წესით ბარძაყ-მუქქვეშა ავტოვენური შუნტირება. ან ბარძაყ-მუქქვეშა კეთდება მომხსემოთ პროტეზით და შემდეგ თეზოს არტერია ისტენტება. ეს ამ გზით ჩვენ ამ სამ სეგმენტს, წვივის, მუქქვეშა და თეძოს სეგმენტს მთლიანად უკეთებთ, ანუ ვთავთ იმ გამორთულ სისხლის მიმოქცევაში და
ესეთ პაციენტები ჩვენთან აღარ ბრუნდებიან ღმერთის აი, ხალხი მოხდება აღდგენა და არ დაბრუნებულა ჯერჯერობით ესეთი ესე არ დაბრუნებულან, იმიტომ რომ არიან ჯანმრთელები, ეს არის მთავარი, დიახ, რა თქმა უნდა. ბატონ ლაშა, თქვენ შეგაწყვეტინეთ, მე გარკვეული სართულის ინტერვენცია მოვინიშნე ეს სიტყვები, დიახ. ესე იგი, გარკვეული სართულის ინტერვენცია გულისხმობს იმას, რომ ინტერვენცია დავარქვათ მოდი იმ ჩარევას, სადაც ხდება აი ეს სტენტირება, რომელიც აღნიშნე. ინტერვენცია საკმაოდ ფართო არის, ინტერვენციული კარდიოლოგია, ინტერვენციული ანგიოლოგია, ესე დავარქვათ. ანუ გარკვეული სართული, როცა მაგალითად თეძოს სეგმენტი, როგორც ბატონმა გიორგიმ აღნიშნა, მისი ინტერვენცია მოხდება იმპლანტაცია სტენტის და ჰიბრიდულ ოპერაციებზე იყო საუბარი, ამიტომ გამომხდა ყველაფერს ყურადღება და იმავე პაციენტს უგრძელდება ოპერაცია ახლა უკვე ღია წესით. ამ პირიქით იწყება ღია წესი და მე ინტერვენცია და ასე შემდეგ. ანუ ეს ორი ტიპის ჩარევა მე იმის თქმა მინდა და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ როცა ადამიანი არის ინტერვენციონისტი, ის ცდილობს, რომ მაგალითად სულ ძირითადი ოპერაციული მკურნალობა ამბობს და ამტკიცებს და ნამდვილად ესე არის, რომ ეს არის საოცრად დიდი მიღწევა დღევანდელი მსოფლიოსი. და ყველა ინტერვენციონისტი ცდილობს, რომ გარკვეულწილად მე სიძახთა ქირურგებზე მაქვს საუბარი. რომ მოხდეს ინტერვენცია აღნიშნული პაციენტის კონკრეტულად არ აქვს ახლა მნიშვნელობა, ან ადამიანები, რომლებიც აკეთებენ მარტო ღია წესით ოპერაციებს. და ბევრი კამათი დღემდე მედის ამას კამათი სიძახთა ქირურგებს შორის, როგორ რაჯობია და ალბათ ყველაზე საუკეთესო ვარიანტი არის, როცა სიძახთა ქირურგი ფლობს როგორც ინტერვენციულ მედიცინას, პლუს ბუნებრივია ღია წესით ოპერაციებს და პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე მაქსიმალურად ეხმარება ორივე მეთოდით. ეს არის ალბათ საუკეთესო ვარიანტი და საბედნიეროდ ჩვენ ამის საშუალება გვაქვს. რა თქმა უნდა. ისევ მაყურებელი გვერდება. გისმენთ. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით, ბატონო. საღამო მშვიდობისა. ერთი შეკითხვა მინდა გითხრათ. ასაკის კაცი ვარ და ჩვენთანაც მოუწევ სამსიამოვნოს და ისა სიარულის დროს რო გავილი ერთი 100-200 წელს იყლევ ჩერდები მე კიდო 100 აღდელოდა თუ შეიძლება ორნალობა და რაღაც ნუ რა ხდება ხოდა ისა პოლისია თუ პოლისი გადიდა რაღაც ესეთი დიახ გასაგები დიდი მადლობა ეს ასაკობრივია თუ არ უნდა დააბრალოს პაციენტმა ის თუ ვერ დადის კარგად არ უნდა დააბრალოს ეს ასაკს ეს უკვე დარღვევა ეს უკვე დარღვევა ეს ნიშნავს რომ არის სიზარღვებში შევიწროება რასაც მოსახლეობის უმრავლესობა ეძახის იქ არის არტერიაში სტენოზები ესეთი პაციენტები მართლაც რომელიც გარდამავალი კოჭოება რომლებსაც ახასიათებდა მართლაც 200-100 მეტრის შემდგომ უხდებათ გაჩერდნენ შეისვენონ და შემდეგ გააგრძელონ გზა მე მინდა მათ უთხრა რომ ეს ასაკით გამომდინარე ნამდვილად არ არის ეს არის ათეროსკლეროზით გამომდინარე და მიმართეთ ექიმს რომ დროულად დაგეხმარონ და რომ იაროთ კილომეტრი რომ იცუროთ რომ თქვენი სიცოცხლის ხარისხი გაუმჯობესდეს ეს ასაკით ნამდვილად არ არის გამომდინარე და გთხოვთ მისამართი გითხარით უკვე მოგმართეთ მოგდაგეხმარებით კი ბატონო, რადგანაც ეს ადამიანი მაინც ასაკშია შესული, ალბათ სპორტული სახეობების დაკავება საქართველოში მით უმეტეს ცოტა სამწუხაროდ აი გვერდზე გადავდებთ ხოლმე ჩვენი მოუცლელობის გამო და ალბათ თავის არ მიხედვის გამო და ალბათ მე ვფიქრობ ამ ადამიანს პირველ რიგში აინტერესებს ისევ მისამართი და ძალიან გთხოვთ კიდევ ერთხელ დავაანონსოთ მე ვიტყვი რომ ეს არის ქუთაისის ცენტრალური კლინიკა ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო თქვენ მისამართი შეგიძლიათ თქვა სოლომონ მეფის 10 დიახ და რაც შეეხება ადამიანს რომელსაც ახლა პოლისი აღნიშნა ასევე მისთვის ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რამდენად შეუძლია მოგვართოს ჩვენ იმ არსებული სადაზღვევო პაკეტით რომელთაც ეს აგებობს რა თქმა უნდა შეუძლია იმ ადამიანს ჩვენი კონსულტაციაც და ოპერაციული მკურნალობაც თუ ამის აუცილებლობა იქნება გარკვეული თავისი პოლისის აგებლოს ამისთვის პირველ რიგში მარტივად უნდა მივიდეს ოჯახის ექიმთან რომელიც დაეხმარება იმაში რომ ჩვენს მიერ იქნეს ეს პაციენტი კონსულტირებული, ხოლო ამის შემდეგ უკვე გამომდინარე იქიდან თუ რა ტიპის არის თუ არა საერთოდ ჩვენი პაციენტი თუ არის იმ შემთხვევაში
ვეთქვით რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა გააკეთოს და მთავარი ის არის, რომ მე მინდა აღვნიშნო ის, რომ დღევანდელი სადაზღვო ისე ვთქვათ პაციენტების სადაზღვო პაკეტები ძლევენ ძალიან დიდ შეღავათს თვითონ მოსახლეობისთვის. ძალიან მოიმატა ჩვენთან ქირურგიულმა აქტივობამ და ეს ანაპირობა იმან, რომ ადამიანებს მიეცათ საშუალება მივიდნენ ექიმამდე. და ეს ვფიქრობ, რომ მართლა ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრს ნიშნავს ნამდვილად. არ არის ახლა რაღაც ზოგადად რო ვთქვათ, რომ ყველაფერი თქო უნდა ისე როგორც ჩვენ გსურს, მაგრამ ეს რეალურად ადამიანებისთვის კი ბატონო, იქნებ გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი არა ეს უდაოდ ასეა. დიახ, სახკარს ყიდდა. კი. არა, ეს ნამდვილად ასეა. საოპერაციოდ და ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია საზოგადოებისთვის, რა თქმა უნდა. ჩვენი გადაცემა დასასრულსაც მივახავ და კიდეც გადავაჭარბეთ. მე მესმის ტელემაყურებლის აქტივობა თემიდან გამომდინარე და იმ პროფესიონალებიდან გამომდინარე, რომლებიც დღეს პირდაპირ ეთერში გვეწვივნენ. მე კიდევ ერთხელ მინდა დაუბრუნდე გადაცემის დასაწყისში, რაც გავაჟღერეთ იმ თემას, ანუ კლინიკაში, ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში სიახლე დაინერგა ვარიკოზულ დაავადებებთან დაკავშირებით. ძალიან მალე ხდება ოპერაცია აი ამ ექიმების ჩარევით, რომელიც დღეს პირდაპირ ეთერში არიან წარმოდგენილები და ძალიან იოლი გზით საზოგადოებრივ აპრობირებული თანამედროვე მეთოდით ხდება ჩარევა ოპერაციული და შემდგომში უკვე ძალიან მალე შეგიძლიათ თქვენ გამოხვიდეთ, დატოვოთ კლინიკა და ისევ კლავინდებურად შეუდგეთ თქვენ საქმიანობას, ამიტომ აუცილებლად გაითვალისწინეთ, თუ კი რა თქმა უნდა საჭიროებთ ამას. მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები, ესენი არიან ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს ანგიოქირურგები ლაშა გოგონაძე და გიორგი ხელაძე. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მართლაც საინტერესო საუბრისთვის და ეს არ არის ტყუილ უბრალოდ გაჟღერებული ფრაზა, მართლა ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. თქვენ კი ძვირფასო ტელემაყურებლებო, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად და ჯანმრთელობას გისურვებთ, დიახ, ეს უკვე ცნობილი ფრაზა. ნახვამდის. გაგაცნობთ.